gogagg.com გზაჯვარედინი დაიკო, ნედა ვიცოდე რა ხდება. რა ხდება? დედა სეთებს ეჩხუბება, საშინელებებს ეუბნება. რა? გმარა, მალე გაგახსენებ შენს ოინებს. ყველაფერს წაგართმევ, ჯერ დამაცადე. ამას დამიხედე. ჩემს ჩუმად რა საქმეებს ატრიალებს. ისად გაგონილა. რითვე ხარ მორჩა შურის ძიებას. რა ხდება დედა და მშვიდი? შენ საერთოდ ხმას ნუიღებ მირა. ის ქალი დღე და ღამე ზურგს უკან სამარეს მითხრის. სიცოცხლეს მიმწარებს. ასიმთან წყალს მიმღვრევს და შენ კუჩი დაძდებ. ეს დედამისის სერვიზია. ეს დედამისის სერვიზიას ძახილით. ეგ რა შუაშია? სულ სხვადასხვა რამეა. ის ოჯახს ეხებოდა. ეს კი თქვენი სამსახურებრივი ურთიერთობაა. ეს ერთი და იგივეა მირა. კაიების ოჯახში ოჯახი და საქმე ერთია. ერთ დღესაც ასიმს რამე რომ დაემართოს, სედეფი წარფშეუხრელად გაგვისვრის აქედან და ქუჩაში აღმოჩნდებით. ასეთი ხალხია. შენ კი მოეფერე კარგად. არ გწვენია? წამოდი ბერენ, სანამ ვინმესთვის მიწენინებია. ბატონო ნადირ, გცალიათ? გისმენთ. სელიმას სასამართლოში გიჩივლად. ო, ვიცი? საიდანღაც შეიტყვეს რომ შეკრულები ვართ. ამის გამო ფირმაში ჩემი ავტორიტეტი და ძალაუფლება ძალიან შესუსტდა. არ უნდა გეთქვა ჩემთვის თუ ასეთი მდგომარეობა იყო. ქალბატონო სუდე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანად ვირწევარ. დიდ დროს არ წაგართმევთ. თქვენთან თანამშრომლობას აღარ ვაპირებ. რას მეუბნებით? იმას, რომ თუ ასიმ შეკიპკაიას ჰოლდინგში გინდათ ფულის დაბანდება, დღეიდან თქვენით მოგიწევთ მოქმედება. ქალბატონო სუდე, შეიძლება მოგვიანებით დაგირეკოთ. არა, აზრი არ აქვს. ჩვენი თანამშრომლობა დასრულდა. დღეიდან ყველაფერს თვითონ გავაკონტროლებ. რა მოხდა? ხომშვიდობა? არა, არაფერი. მოგვიანებით აგიხსნი. ჯერ ეს საქმე მოვაგვაროთ. ბოდის გიხდით. კარგი, რაზე შევჩერდით? თქვენ ქალბატონო ლეილა არსლან. თანახმა ხართ საკუთარი ნებით. ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ცოლად გაყვეთ ბატონ ნადირ ბაქტიროღლუს. დიახ. მადლობთ. თქვენ ბატონო ნადირ ბაქტიროღლუ? დიახ. შეიძლება დავასრულო. დიახ, რა თქმა უნდა. თქვენ ბატონო ნადირ ბაქტიროღლუ თანახმა ხართ საკუთარი ნებით. ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ცოლად შეერთოთ ლეილა კადრი არსლანი. დიახ. მადლობთ. ეთანხმებით ამ ქორწინებას? დიახ. მადლობთ. გთხოვთ ხელი მოაწეროთ. ახლა კი მოწმეებს გთხოვთ. ქალაქის მერის მიერ მონიჭებული უფლებით ცოლ-ქმრად გაცხადეთ. ბედნიერებას გისურვებთ. მე და შენ ძალიან დავიჩაგრეთ. მოწმობას თქვენს მეუღლეს გადავცე. დიახ. გვირდებით რომ ყველაფერი კარგად იქნება. გილოცავთ. ბედნიერებას გისურვებთ. გმადლობთ.
ამჯერად ძალიან გაგიმართლა. ახლა ხშირად შევხვდებით. ჰასან, ბატონო ნადირ. ჩავთვალოთ, რომ დავნათესავდით. ღმერთმა გაბედნიეროთ. ბედნიერი ხარ, შვილო? ხო, ბედნიერი ვარ, დედა. ნედავ მამა შენიც მოსწრებოდა, შვილო. ნედავ. ღმერთმა დაგლოცოს, შვილო. გილოცავ. გმადლობ. ესეც ასე. მადლობელი ვარ, რომ ამ ბედნიერ დღეს მარტო არ დაგვტოვეთ. თუმცა უნდა წავიდეთ. შორიქს დაგველის. ესად გაგონილა. ამდენ ხანს ვემზადებოდით. ერთად მაინც გვესადილა. მოგვიანებით აღნიშნავთ. ხომასია ლეილა. ამაღამ მარტო ყოფნა გვინდა. რა თქმა უნდა, თქვენი ნება. წავედით. დედა. ბედნიერი მეყოლე, შვილო. საყვარელო. გმადლობ, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. გადამღები ჯგუფისთვის ვახშამი სხვა დარბაზშია გაშლილი. ვიცი. უბრალოდ სელიმ სერეს ვეძებ. არ უახშმია. როგორც ვიცი, ნომრიდან არც გამოსულა. უკაცრავად. რომელ ნომერშია? შხაბი უნდა მივიღო. მაშინ კამერას დავტოვებ და მოვალ. ნახევარ საათში ჩამოვალ. არ დააგვიანოთ, ძალიან მშია. ვიფიქრე მოვიკითხავ მეთქი. შენი ხმა გავიგონე და ეთყობა გადაღება გაგიგრძელდათ. ხო, რამდენიმე პროგრამის მასალა ერთად გადავიღეთ. მუშაობდი? მგონი გაცდენ, არა? არა. უпростоრად არ მათდენ. მთელი დღე მუშაობდი. ალბათ მშიერიც არ იქნები. ოთახში წავიხემსე. თუ დაღლილი არ ხარ შენთან, დალაპარაკება მინდოდა. კარგი. მაშინ ნომერში შევალ. შხაბს მივიღებ და ქვემოთ შევხვდეთ. კარგი. მაშინ დროებით. მედი რაღაც უსტი. მაგრამ სარს რომ ეკავ, ჯერ ხომ მიზეზიც არ გაქვს მოფიქრებული. გისმენთ? მირას ნახვა მინდა თუ შეიძლება. გელოდებათ? არა მგონია. მაშინ აქ დამელოდეთ, ვეტყვი.
უკან გაბრუნება გვიანია. უკვე მოსული ვარ, მაგრამ რა უთხრა? თუმცა ისიც არ ვიცი საერთოდ, მომისმენს თუ არა. შეიძლება ჩემი დანახვაც არ ისურვოს. მოდის. ესე იგი მომისმენს, მაგრამ რა უთხრა? როგორ ვაიძულო რომ ისევ დამიჯეროს? იემან შესაფერის სიტყვები მოძებნე. რასაც გრძნობის უთხარი. გულის თქმას მიყევი. გამბედაობა მოიკრიბე, უკვე გიახლოვდება. თითქმის მოვიდა. რამე უნდა მოიფიქრო, თორემ უარესად გააფუჭებ საქმეს. 8 ნაბიჯი. 7, 6, 5. ძალიან გვიანია. რა ხდება? რის მიღწევას ცდილობ? არაფრის. შენი ნახვა მინდოდა. სიურპრიზი აღარ გაქვს? თუ ახალმახეს მიგებ. მან იქნება ახალი თამაში წამოიწყე. მირა, დღეს ვეცადე დაგლაპარაკებოდი. ვიცი რომ საშინელება ჩავიდინე. აპატი. ბოდიში ანტიკვარი მირეკავს. ალო? იპოვეთ? როგორც მივხვდით, ეს ხალხი დიდად ვერ ერკვევა ამ საქმეში. აშკარად ნაქურდალით ვაჭრობენ. და როგორ მიაკვლიეთ? ჩვენს ანტიკვარს დაურეკეს, რომ საათის სავარაუდო ფასი დაედგინათ. მალულად გამოიკითხეს. თუმცა როგორც ანტიკვარი, ჩვენი უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა. ყველაფერს უცებ მივხვდა. ფოტოსურათი მოითხოვა და როგორც კი იცნო, მაშინვე დაგვირეკა. მე როგორ დაართმევთ? არ ვიცი, იამანი რამეს მოიფიქრებდა. აეროპორტის ტერიტორიაზე ვართ. გთხოვთ, ფრთხილად იყავით. იამან, მირა, კარგი? დამშვიდი ძვირფასო ნუღელავ. ისევ უჩემოთ ერთობით. ნუ დარდობ, შენთვისაც გამოვნახავთ რამეს. მგონი იქ მარჯვნივ უნდა შევუხვიოთ. დამირეკეთ, კარგი? კარგი, სადაც რომ წამოვიღებ, დაგირეკავ. რა ნომერია სახლი? 12. ეს 18-ია. ალბათ აქეთ იქნება. აი. ალბათ ეს ბნელი ადგილი იქნება რკინის გარეთ. ხო, ეს არის. მოიცადეთ. ყველა ერთად უნდა შევალთ. ჯერ მე მივალ, ვითომ ანტიკვარმა გამომგზავნა. კარგი. კარგი. ჩვენ აქ შენი ბრიგადის აპორტის სათადარიგო გეგმის რანგში დავრჩებით.
ბატონმა ენიზმა გამომგზავნა საათისთვის. შემოდი. ვითომ აქ იქნება? ალბათ კი. ტელეფონისთვის ხმა არ გაგიჩიშავს? ფარონა ოპერაციაზე ვართ, რატომ ირეკავ? ახალი ხარ? როგორ გითხრა? მაღაზიაში არ ვზივარ ხოლმე. აი გავამართვი. რა? არანაირი ოსმალეთის იმპერიის დროინდელი არ არის. როგორ თუ არა? 1940 წელსაა გამოშვებული. რას ამბობ? შეხედე. აღნიშნავს ხედავ? რას ამბობ, ამ საათში 100,000 მოითხოვეს. სასახლიდანაა წამოღებული. სულ გაგიჟდით? ამ საათის ფასი 20,000 იქნება. ისიც კოლექციონერი თუ იყიდის. კარგი, ამაზე რა სიტყვი? ეს მართლაც ფასეული ნივთია. ამაზეც იგივე რომ გეთხოვ, ვიფიქრებდი რომ მართლა გვატყუებდი. ძალიან მაღალი ხარისხისაა. ეგ არ მაღელობს. საათს რამდენად გავყიდით? რაც გითხარით იმპასად. თუ გაწყობთ, ახლავე გადაგიხდით. არ მინდა. როგორც გენებოთ, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. ეს სპეციალურად გითხრა თუ მართლა გვატყუებს. თავი დაანები, აზრზე არ არის დამიჯერე, მაგრამ ლარნაკზე ხომ მიხვდა რომ ზვირფასი იყო. აშკარად თავის უფროს ელაპარაკა. თუ მეც შემოგთავაზებს, მე ნამდვილად ვსემ. გამარჯობა. ჩვენ ერთ-ერთი კინოკომპანიიდან ვართ. ოსმალეთის იმპერიაზე ფილმს ვიღებთ. მე ამ ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავართ. ეს კი ჩემი ასისტენტია. მერე? მეგობარმა გვითხრა რომ შესანიშნავი ნივთები ქონიათ, რომლებიც ნამდვილს ძალიან გავს. ჩვენ კი გადაღებისთვის რეკვიზიტად სწორედ ასეთი ნივთები გვჭირდება. თუ წინააღმდეგი არ ხართ დავათვალიერებთ. თქვენი მეგობარი ვინ არის? სიმართლე გითხრათ, კარაკეაში დიდხანს ვიმუშავეთ სხვა ანტიკვარებთან, მაგრამ ერთმანეთს კარგად ვერ გავუგეთ და მათთან თანამშრომლობა შევწყვიტეთ. მერე გამოსავალი ზებნაში თქვენი სალონი შემოგთავაზეს. თუ თანახმა ხართ, დეკორაციებს თქვენთან ერთად მოვაწყობთ. რა სიტყვით? ჩვენ მარტო ფილმებზე არ მუშაობთ, დოკუმენტურ მასალებსაც ვიღებთ, რეკლამებსაც, სერიალებსაც. და კერძოდ რას ეძებთ? ძველებურ საათებს, ანტიკვარულ სტილში. ოსმალეთის იმპერიის დროინდელს? დიახ, სწორედ ასეც ვეძებთ. უბრალოდ დეკორაციაში ძალიან თვალში საცემი რომ არ იყოს ისეც. პოლიციელები ხართ? პოლიციიდან ხართ, არა? პოლიციიდან ხართ. პოლიცია, არა? არა, საიდან მოიტანეთ? ვინ გამოგზავნათ? აქეთ. გავიქეცით. იმად დაედევნე, მიდი. შეჩერდით.
აქეთ, შეჩერდით. იამან, აქეთ. დაიჭირე. იამან. მირა, მაპატიე. გაჩუმდი და ირბინე. მთელი ცხოვრება რომ დავკარგო. შენ მაინც ვერ შეგელები. გაჩუმდი. მირა, ძალიან ვნანობ. ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მოისურვებ. ოღონდ მაპატიე, მირა. მირა, გემოდარები. მირა. გემოდარები. აეროპორტში ხარ? კენანი. მიშელეთ. ადექი, გავიქცეთ. ახლასაც გაიქცევით, ვნახავთ. ჩემი საქმე წასულია. მოგეშინიეთ. არა, იამან. საათი მომეცი. მიეცი იამან. ფულსაც კი დაგიმატებთ. ვინ მოგიტანათ ეს საათი? რაში გაინტერესებს? მოგვეცი საათი. პოლიცია. ჯანდაბა, გავიქცეთ. იამან, გაჩერდი. მირა, გამიშვი. თუ გიყვარ ვარ არ წახვიდე. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ უნდა გამიშვა. არა, იამან. კარგად ხარ? კარგად ვარ, მაგრამ იამანი გაეკიდა. დაეხმარეთ. იქით გაიქცა. გაჩერდი. გაჩერდი, მოდი აქ. ვინ მოგცა ეგ საათი? შემეშვი, ვინ მოგცა? არ მომიახლოვდე. მითხარი, როგორ გამოიყურებოდა ის კაცი, ვინც ეს საათი მოგცა? არ მახსოვს, ნუ მატყუებ. თქვი ვინ მოგცა? მაღალი იყო. ჭრელთვალა. ის არის? ხო, ის არის. დავეციეთ? კარგად ხარ? კარგად. და მე დაგიშავეს? რატომ გაეკიდე? საათი შენ გაქვს? პატრონს დაუბრუნე. ჩვენს დაგეხმარებოდი, ძმაო. მადლობა, ღმერთს არაფერი დაუშავებიათ.
დროულად მოხვედით. დაცვის გარეშე იმ ხალხს როგორ გაეკიდეთ? კარგი გეყოფათ, ხომ დაგირეკეთ. ბოლო წუთს. კარგი, მთავარია ყველაფერი თავგადასავლების გარეშე დამთავრდა. ჯერჯერობით, აქ დიდხანს მზარჩებით. შეიძლება ნებისმიერ დროს დაბრუნდე. მართალია, მანქანას დავიყვან, თქვენ ამად გაკეთეთ. საქმე გვაქვს. რა საქმე? მე ერთ მალე მოვალ. ჩვენ წამოვალთ. ძალიან შეგვეშინდა. ალო, სათხარ. შენებლობაზე. ზემოთ? რა ხდება? რა დაკითხვაა? რომელ სართულზე ხარ? მერვეზე. დამელოდე მოვდივარ. რა ხდება? ყველასთან გიცავდი. მომისმინე. რა უნდა მოგისმინო? რა მოგისმინო? შენ იყავი. ასე არ არის. გაჩუმდი. მაიძულე თავი დამნაშავედ მეგზნო. სხვა გზა არ მქონდა. მაიძულე თავი ისევ დამეხარა. ცხოვრება გამინადურე. ჩემი ცხოვრება. იძულებული გავხდი. ნუტყვი. სხვა გზა არ მქონდა. სხვა გზა ყოველთვის არსებობს. არ არსებობს. არ არსებობს. არა. საერთოდ არ ვნანობ. საჭირო რომ იყოს, კიდე მოვიპარავდი. ჯანდაბაში წასულხარ. ჯანდაბაში წასულხარ. ამ საათის წყალობით თვალი გადავიხადე. რა გადაიხადე? შენ არაფერი იცი. არ შემეხო. სიმართლე მითხარი, საათი რატომ მოიპარე? რატომ მოიპარე? შენ არ გეხება. საათი რატომ მოიპარე? კენან, მითხარი. რატომ მოიპარე? რატომ? რატომ? დედას გამო. დამემუქრნენ. იძულებული გავხდი. რა უნდა მექნა? მოვბრძანდით გალბატონო, მოვბრძანდით. მოვბრძანდით. მობრძანდით. ისევ ჩემი ბარგით მოვედი. რა სიტყვებია? პრობლემები ერთმანეთს უნდა გაუნაწილოთ. რომ შემცირდეს, ასე არ არის? რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებთ. სელიმს ველაპარაკე. კანონიერი გზით უნდა წავიდეთ. პრობლემა ხომ მოგვარებულია? აღარ არსებობს. საათი ნამდვილ პატრონს დაუბრუნდა. ხო, ამის გამო მათი მტრები გახდით. ის დავიბრუნეთ, რაც გვეკუთვნოდა. მოვარული ნივთები ერთ ადგილას აქვს შენახული. ჩემზე უკეთ იცი, რომ ის ხალხი თავს არ დაგანებებს. ზანამ არ დაიჯერენ, თვალს არ მოგვაშორებენ. ასე იქნება. ნაძირალები არიან. ღმერთმა არქნეს. ახლა იმდენი ვალი გაქვთ, რამდენიც საათი ღირს. ქურდს დანაშაულის გზნობა არ გააჩნია? გააჩნია. ჯერის ხალხი უნდა დავიჭიროთ. კენანს რომ ემუქრებოდნენ. მერე მათი ჯერიც დადგება. ახლა უფრო მეტად გაბრაზდებიან. კენანს მოძებნიან. ვერაფერს იზამენ. რა თავდასხმასა და ხალხის მოტაცებაზე ლაპარაკობთ? მთაში ვართ? კარგი, ისე იყოს როგორც ზიასელიმს უნდა. მალე მოვალ.
ქენანმა მოიბარა. ისევ მაიძულა ყველასთან თავი დამეხარა. ეს ქენანის პრობლემაა. ის ხომ ჩემი ძმა. მისი საქციელი ჩემს ცხოვრებაზე ყოველთვის აისახება. შენ საიდან უნდა გწოდნოდა? ყოველთვის ვაძლევ უფლებას რომ მომატყუოს. გეყოფა საკუთარი თავის დადანაშაულება. ოჯახის ყოველ წევრზე პასუხს შენ ხომ არ აგებ? ასე არ არის. როცა საქმე კარგად მიდის, ყველაფერი მოვიწყდება, მაგრამ ასე არ არის. ეს ჩემი პრობლემაა. შენს გვერდით მუდამ ჭრდილში ვარ. როცა ხედავ თვალებზე ფარდა მეფარება. ცხოვრებას ვაგრძელებ და ვერაფერს ვამჩნევ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა. როცა პრობლემაა, მის მიღმა ჩემი ნაკვალევი ჩდება. შენს გვერდით არა რაობა ვარ. ჩემი მტვერი. ჭუჭყად იქცევა ხოლმე. არა. მე რომ არა ამ საქმეებთან შეხება გექნებოდათ? იმ ხალხს, რომლებიც ჩემი წყალობით ხენ ცხოვრებაში ცდებიან, ქუჩაშიც ვერ შეხვდებოდი. ამას გულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ წარსული არ მიმატოვებდა. სულ ამის ახსნას ვცდილობდი. შეიძლება მართალი ვარ, მაგრამ ფესვებს ვერაფერს ვხერხებ. როცა ეს მოვიწყდება, ვიჭები კიდეც. მე ხომ საკუთარი თავისგან მირას დაცვას ვაპირებდი. არ მინდოდა შენთვის ვინმეს რამე დაეშავებინა. არ მინდოდა გესმის. თავს ნუ მოეტყუე ფიამან. შენ ხომ ამის გამო არ მიმატოვე? მამამ ყველაფერი მითხრა. მას უნდოდა რომ დავშორებულიყავით. ხო, მაგრამ ეს სიმართლეა. ამის გამო შენზე უფრო გავბრაზდი. იმდენად დამაჯერებლად ითამაშე ეს როლი, რომ თავადაც ყველაფერი დაიჯერე. წარსულს ჩაიბღაუჯე. საკუთარი შიშების ტყვე გახდი. მუდმივად შენს თავს გავრბი ხარ. უხეშ და სასტიკ ადამიანად იქეცი. ის ხალხი მიატოვე, ვინც ნამდვილად გვერდით დაგიდგა. სიმართლე ზურგი აქციე. ამაში მეც დამარწმუნე. მაიძულე ეს ყველაფერი დამეჯერებინა. ო, საკუთარი ხელი დაასრულე ის, რაც მამა ჩემის წყალობით დაიწყო. ეს მხოლოდ შენი მიღწევაა. რაც უნდა გაქონ, მაინც ცოტაა. გაგიკვირდება, მაგრამ ჯერ კიდევ შვიდად საუბრობენ. მაჩვენე. არა, დრო ჯერ კიდევ არის. იმ ღამის შემდეგ ესეც ბევრია. ხო, ასეა. ახლა რა მოხდება? იამანის დედა ახლა აქ იცხოვრებს. იმ ნილს კი დღეს მოვიტანთ. იამანი ჩვენებას მისცემს და ცუდ ადამიანებს დაიჭერენ. დღეს ხომ სავახშმოთ მივდივარ. სავახშმოთ? ვახშამი, რომელიც აუქციონზე მოვიგე. დღეს უნდა წახვიდე? ხო, არ მკითხა. დღეს შურისძიების დღეა. ჯერ საჩუქარი უნდა გავაგზავნო, შემდეგ კი უცნობ გოგონასთან ერთად ვივახშმა. ლამაზი მაინც იყოს. მომისმინე, ტელეფონს წუთითაც არ გამოვხდავ. არც გზაში და არც რესტორანში. შენც ჩართული კონდეს, როცა წამოხვალ, არც მაშინ გათიშა. არ მინდა რამე გამომრჩეს. კარგი, უნდა გავთიშო. უკვე იამანთან მოვედი. კაცებმა უნდა ვილაპარაკოთ, შენ კი საქმეს მიხედი საყვარელო. კარგი? კარგი, ოღონდ არ დაგავიწყდეს, რაც გითხარი. არ დამავიწყდება. კოცნას გიგზავნი.
შეხვიდე. მარტო ყოფნა ჭირდება. დავიღალე. აღარ შემიძლია. მორჩა. მირა. ვილაპარაკობთ. თუ გინდა ჩუმად ვისხდეთ. პირილით შეიძლება. გმადლობ ისმაილ. მეგობრებო, კარგი იყო. ყველას დიდი მადლობა. შესანიშნავი გადაცემა გამოვიდა. მხარდაჭერაც გვაქვს. მართლა? შენც კარგ ხასიათზე იყავი. იქნებ მიზეზი გვითხრა. მოყევი? არაფერია, უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ. გადაცემამ კარგად ჩაიარა. გუშინდელი გადაღებებით შესანიშნავი იყო. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. იმ გადაცემის შემდეგ უამრავი სატელეფონო ზარი შემოვიდა. სერიოზულად? ხო, მაგარია. რაც შეიძლება მალე უნდა გავიმეოროთ. ოღონდ ახალი კონცეფციით. შევიკრიბოთ და თათბირი მოვაწყოთ, კარგი? დენის. ეს ყვავილები შენ. ყვავილებს შეხედე, რა ლამაზია. ვისგან არის? ვისგან? არ ვიცი. ბარათი არ დევს? არ ვიცი. შენი ღიმილიდან გამომდინარე, შესანიშნავად იცი ვისგან არის. მალე მოვალ. კარგი. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.